მიხარია რომ მას ძალიან დიდი გავლენა აქვს გერმანიაში, გერმანიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებზე და მიხარია რომ დღეს შემიძლია მას როგორც პროფესორს ისე ვესაუბროთ. Wir hatten jetzt ein Treffen mit dem Herrn Finanzminister. Ჩვენ დღეს გქონდა შეხვედრა ფინანსმინისტრთან, ბატონ ხატურთან. ჩვენ წარმოვადგენთ გერმანიის ბიზნეს დელეგაციას, დაახლოებით 20-მდე ფირმაა წარმოქმნილი. ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის პროექტებზე, ტექნოლოგიების განვითარების პროექტებზე, ასევე პროექტ მენეჯმენტზე და იყო ასევე სოციალურ სფეროზე საუბარი და ჩვენ გვინდა ამაში შეწყობა, ჩვენ გვინდა ამაში ინვესტირება და ჩვენ დაახლოებით ასევე ჯანდაცვის სფეროში გვინდა ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასევე გვინდა ჩავდოთ ჩვენი ინვესტიციები გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში. Das Land voranzubringen. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს გერმანელმა კოლეგებმა განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანა ინვესტიციებისათვის უფრო მიმზიდველი გახდა. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებში, გერმანული მხარის მონაწილეობაზე, ჯანდაცვის პროექტებზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო და ძალიან მალე საქართველოში ვიგრძნობთ ამ შეხვედრების შედეგს. საქართველოს ძალიან საინტერესო გახდა ინვესტიციებისთვის და გერმანელი ინვესტორები დიდი სიამოვნებით დააბანდებენ კაპიტალს საქართველოში.